გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ვიზიტს განაგრძობს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი. მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში ის დაესწრო პანელურ დისკუსიას სახელწოდებით უკრაინის მომავლის პერსპექტივები, რის შემდეგაც ვოლოდიმირ ზელენსკის გაესაუბრა. ასევე გამართა შეხვედრა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივან ალენ ბერსეტთან. სალომე ზურაბიშვილი ასევე შეხვდა მოლდოვის პრეზიდენტ მაია სანდუსა და კონგრესმენ ჯო ვილსონს. შეხვედრა გაიმართა ჩეხეთის პრეზიდენტთანაც. ამასთან დაგეგმილია ინტერვიუები საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებთანაც. ვიზიტთან დაკავშირებით პრესამსახური სალომე ზურაბიშვილის განცხადებასაც ავრცელებს, სადაც ნათქვამია. პროდუქტიული საუბარი მქონდა მინისტრ ჟან ნოელ ბაროსთან საქართველოში მიმდინარე უწყვეტი აქციების შესახებ. ვისაუბრეთ დამატებით ნაბიჯებზე, რომლებიც შეიძლება გადაიდგას როგორც ეროვნულ, ისე ევროკავშირის დონეზე. ხაზი გაუსვის საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების და თავისუფალი მედიის მხარდაჭერის აუცილებლობას. ნათქვამია განცხადებაში. საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა ასევე მონაწილეობა მიიღო პანელურ დისკუსიაში სახელწოდებით საქართველოს ყურადღების ცენტრში. ჩვენ მონეტის ორ მხარეს ვხედავთ, რაც მოხდება უკრაინაში, რა თქმა უნდა, განსაზღვრავს დიდ წილს ჩვენი მომავლისა, თუმცა თქვენს მომავალსაც განსაზღვრავს. ზოგჯერ ევროპელები ასეც ხადად ვერ ხედავენ ამას და რაც მოხდება საქართველოში, ასევე განსაზღვრავს თქვენს მომავალს და განსაზღვრავს სომხეთის მომავალს და მის ევროპულ მომავალს. ასევე ეს ყველაფერი მოქმედებს შავი ზღვის რეგიონის მომავალზე, ყველა მსხვილმასშტაბიან ინფრასტრუქტურულ პროგრამასა და პროექტზე, რომლებიც შავ ზღვას ეხებოდა. შეიძლება ამან განსაზღვროს მომავალი არჩევნებისა სხვადასხვა ევროპულ ქვეყანაში, რადგან რუსეთს თუ შეექმნება განცდა, რომ ეს კარგად მუშაობს, არც ისე ძვირი ჯდება, არ იღებს სანქციებს, როდესაც ასე იქცევი პატარა ქვეყნების მიმართ. არ გაქვს დიდი სამხედრო დანახარჯები, მაშინ შესაძლოა რუსეთმა ეს მეთოდი კიდევ სხვაგან გამოიყენოს. ძალიან მწუხვარ, რაც ითქვა დღეს ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის მიერ რუმინეთის შესახებ. შესაძლოა ეს მწვანე შუქი იყოს რუსეთისთვის, რომ სხვა ქვეყანაშიც გამოცადოს არჩევნებთან მიმართებაში, რადგან ეს არის ჰიბრიდული გზა, ჰიბრიდული მეთოდი, რაც ბევრად მარტივია ისეთი ქვეყნისთვის, რომელიც იმართება კგბ-ს აგენტით. მან იცის, რომ ეს უკეთესია, ვიდრე სამხედრო ჩარევა, უფრო მარტივია.